სლიპნოტს რომ გავეცანი, იმ პერიოდში მაინც და მაინც მეტალით არ ვიყავი გადაცებული, ღრმად ვიყავი ჩაძირული hard rock-ში რა. და უფრო მელოდიური მუსიკით ვიყავი დაინტერესებული. თუმცა იმ მიმდინარეობაში რაშიც ისინი მოღვაწეობენ, რეალურად არის მელოდიური ბენდებიც, მათაც აქვთ მელოდიური სიმღერები, რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩემთვის რაღაცნაირი მიუღებელი იყო, მე ამას გეუბნებით ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ ერთმა ძალიან საინტერესო ფაქტმა დამაინტერესა, რაც ძირითადად ახალ ბენდებში ზედაპირულზე გავლენას ახდენს ხოლმე ეგრევე, იყო ძალიან სპიცტერული დრამერი რა, ვიღაცა ტიპი, რომელიც აი რაღაცა სასწაულად სწრაფ პარტიებს უკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ მე აღმოვაჩინე ესეთი დრამერები, რომლებიც შეიძლება ტექნიკურად უფრო რთულ რაღაცებს უკრავენ, მაგრამ პრინციპში ის, რასაც ჯოი ჯორდისონი უკრავდა, ნამდვილად ძალიან რთულია დღემდე და ამ ბენდისთვის ეს დრამერი რაღაცნაირად საბოლოო ჯამში მაინც შეუცვლელი გამოდგა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი დრამერები ყავდათ მის მერეც. უბრალოდ ყველას ჯოი გვახსოვს რა. მე ყველაზე დიდი ეფექტი მოახდინა მახსოვს მაჩვენეს, რომ აი შენ როგორ არ გიყვარს მეტალიო, შეხედეო ჯოისო. ახლა გავუშვებ აქ, გასმენინებთ. პრინციპში აქ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ამოყირავებული რომ არის ეგა მთელი მოყავი. მაგრამ დროთა განმავლობაში მუსიკალური გემოვნებაც რომ შემეცვალა და რაღაცნაირი ცოდნაც რომ შედარებით განმევითარდა, მივხვდი რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ალბათ მსოფლიოში. ზოგადად რაღაცა გამოთქმა არსებობს, არ მახსოვს რომელიღაც ფილმში ეგეთი გამოთქმა გავიგე და რომელი ფილმი იყო, არ მახსოვს, რაღაც მუსიკალური ფილმი იყო. რაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ დრამერი ჯაზში თუ არ ვარგა, როკში მიდისო და ჩემთვის ეს დრამერი არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ამ ფრაზას არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. მე კიდე პირიქით მგონია, რომ ძალიან ბევრი ჯაზმენის დაკრული როკ პარტიები მომისმენია და იმდენად მოსაწყენი და უხასიათო და შრალია, რომ რა ვიცი. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ან ერთნი არიან ცუდები, ან მეორენი, უბრალოდ განსხვავებული ჟანრებია და რა თქმა უნდა ის თავის ჟანრში მოგხიბლავს და ეს თავის ჟანრში დიდი პატივისცემა ჯაზს ძალიან მიყვარს. მოკლედ ჯოი იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი მსოფლიოში. დანარჩენი თქვენზეა კომენტარებში დამიწერეთ, რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დიდი ვიდეო გამოვიდა და follow-საც თუ გამოუშვებთ, რა ვიცი, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას.